მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. ერთი მნიშვნელოვანი ამით უნდა დავიწყოთ. ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ბრიფინგზე და ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან სასახარულო რამ თქვა, რაც ისედაც ვიცოდით და გაცხადდა, ეს არის ფრაზა, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ნაცები, სხვადასხვანაირი ნაცები არსებობს, მაგრამ ყველა ნაცია მონაწილეობას კი არ მიიღებენ, არამედ ვერ მიიღებენ. საპარლამენტო კომისიის სრულობიდან ჩანს, რომ უკვე იქნება ძალიან წონადი იურიდიულად დასაბუთებელი სარჩელი ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიტი იქნება ამ პარტიების აკრძალვა და ეს ყველაფერი მოხდება შემოდგომამდე, მოხდება ოქტომბრამდე. რაც ეს დაპირება და ამ დაპირებას ალბათ შეასრულებს და ალბათ კი არა შეასრულებს მმართველი გუნდი, რაც იქნება როგორც ავგიის თავლის გაწმენდა, იმიტომ რომ არგუმენტი რა არის? არგუმენტი ისე რომ ვერ ვეღირსეთ როგორ ოპოზიციას, ოპოზიციას, რომელიც თუნდაც პოლიტიკაში აკრძალული ხერხებით ჩარჩობს, პოპულისტია და ასეთი კი არა. არამედ პირდაპირ უცხოელების მიერ გადახდილი აგენტებისგან შემდგარ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციის გარდა ვერაფერს ვერ ვეღირსებთ. რომლებიც მუდმივად ჩაილჩობენ რევოლუციას, გადატრიალებას, რომელსაც უხარიათ ხანძარი, უხარიათ ბავშვების სიკვდილი, გახსოვს ეს საზარელი რეპორტაჟები, უხარიათ მსხვერპლი, უხარიათ პანდემია, უხარიათ ომი, უბედურება და რაც უფრო ცუდად იქნება ჩვენი ქვეყანა, მით უფრო მეტად უხარიათ, იმიტომ რომ რაღაც ღურიელ წყალში თევზი დაიჭირა. აი ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. გარდა ამისა, მე ძალიან მომწონს, რომ ქართული ოცნება რუსულად ვიტყვი სტავკებს წერს. არ ეპუება, რაღაცა მეგობარი აქტი, რაღაცა გერმანიან ვიღაცები და სანქცია. ქართული ოცნება არ იხევს უკან, არ ეშინია, რომ მართალია და ხალხის მხარდაჭერა აქვს, რაში და თამაში აქვს და აი ესე პირდაპირ სტავკებს წერს. თქვენ აღარ იქნებით პოლიტიკაში, ეუბნება აი ამ მეხუთე კოლონას. და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის კარგი. ჩვენ ნახეთ, რომ ეს ოპოზიციონერებმა ვერ შეასრულეს დაკვეთა მისი ამომრჩევლის. ამომრჩევლის დაკვეთა არ იყო რევოლუცია, წინანდელ შემთხვევაში 800,000 კაცმა მისახმა. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ასეთი მასის რაღაც გარკვეული თუნდაც მცირე პროცენტი რომ პროტესტზე გამოსულიყო. არ იყო ამ ხალხის დაკვეთა პროტესტანტების უბრალოდ საპროტესტო ხმების პატრონების დაკვეთა რევოლუცია. ამიტომ მე მგონი სრულდება ჩვენ ქვეყანაში მაინც სრულდება ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია და თანაარსებობა უბრალოდ დამნაშავეებთან. შაო, მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში მე მინდა გამოვხატოთ ჩემი პოზიცია ამ საპარლამენტო მოსმენებთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა მე რაცაც საქართველოს ისტორიაში. აი მართლა ეს აღმოჩნდა. გულწრფელად ვიძახი მე როგორც ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მინდა ორ რამეზე გავიგო პასუხი, რა მოხდა და რატომ მოხდა. პირველად ჩემს თითქმის 40 წლიან ცხოვრების განმავლობაში საქართველოში რა ხდებოდა ამაზე ვიწყებ პასუხების მოსმენას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც სამწუხარო ტრადიცია ჩვენს ისტორიაზე არ ვლაპარაკობ. ჩვენს ისტორიაზე ვლაპარაკებთ ვიღაც NGO-ებს, ვიღაც უცხოელები, ინდოქტრინებულ ტიპებს. ხო, აი უცხოელები რატომღაც გვიწერენ ჩვენს ისტორიას, გვიქმნიან რაღაცა მსხვერპლის როლს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ უშუალოდ დამნაშავეები, მონაწილეები, ადამიანები, რომელსაც შეიძლება, ანუ იცით რა, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. იქ ჩვენ გავიგებთ, რომ ნახავთ, შეიძლება იყო ადამიანებს რაღაცა შეეშალა, შეიძლება იყო ადამიანები, რომელსაც სხვა რაღაცა უნდა და ამაზე გავიგებთ პასუხებს და ეხლა რაც შეეხება მეორე თემას. ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის პოლიტიკური სექტა, რომლის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების მუდმივი კონტროლი. ძალიან შემთხვევით და ჩვენი ისტორიისთვის სამწუხაროდ ამ პოლიტიკურმა სექტამ ერთხელ მოახერხა ძალაუფლება და მაშინაც კი, როდესაც ისინი ყველაზე თავისი ძლიერების ზენიტში იყვნენ, ისინი წარმოადგენდნენ საქართველოს მოსახლეობის უმცირესობას. აი, ნაციონალური მოძრაობა არიან დაახლოებით სირიაში ალავიტები არიან. ანუ 15%-იანი სექტა აგრესიული, რომელიც ეხლა აგერ ისტორიკოსი კაცი გვიზის და ფაშისტებმა როგორ მოიპოვეს ძალაუფლება ნაცისტებმა გერმანიაში. 46% ქონდათ მეხუთე არჩევნების მერე მაინც.
ანუ არასოდეს ფაშისტები, ნაცისტები არ წარმოადგენენ. გაგახსენებთ 2003 წელს. 26% ქონდათ. რა თქმა უნდა. სამი ადგილზე გავიდა. რა თქმა უნდა. და მხოლოდ რევოლუციის გადატრიალების და დავით არაბის შემდეგ მოახერხეს და მოაჯდნენ და ისიც კოალიციაში, მეგობრებო. ისიც კოალიციაში, რომლის ზოგიერთი წევრი ჟვანია გარდაიცვალა, შემდეგ მისი წევრები გაფარჩაკდნენ, გუნდის წევრები ზოგიერთი გაფარჩაკდა, მიიმხრეს, ვიღაცები ოპოზიციაში წავიდნენ და მხოლოდ ასე მოვიდა ამ კავშირს ხედავ. უკაცრავად შეგაწყობ. კი ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ რატო რა ვნახოთ ასეთ რამე, რა ჩვენ ვცადეთ 2012 წლიდან ჩვენ ვცადეთ რომ ნაცნობი მოძრაობისთვის რაღაცები გვეპატიებია. პირველ რიგში მათ არაფერი არ უღიარებიათ. ანუ ნაცნობი მოძრაობა იქცევა ისე რომ თითქოს აქეთ ვარ ჩვენ დამნაშავეები. ჩვენ ვართ დამნაშავეები, თვითონ რაღაც ძალიან დიდსულოვანები, დიდსულოვნად გადმოგცეს ხელისუფლება და ეს არ იყო ის რომ თუ არ გადმოგცემდნენ უბრალოდ წამოვიღებდით ამ ხელისუფლებას, ხო გვახსოვს? კი ბატონო. კი. 12 წელი ყველა. ხო, ანუ ეს არ იყო დიდსულოვნების გამოჩენა. არა, ეს იყო უბრალოდ ანუ აბსოლუტურად დემორალიზებული სააკაშვილის ხელისუფლებამ დათმო ის, რაც წააგო. ერთი ადგილი ვერ ეყო რომ დაეწყო ის რაც წესით უნდა გაეკეთებინა და რისი ადეპტიც იყო ხალხის ხოცვა უნდა დაეწყო მაგრამ ღმერთმა აი ესეთი დიქტატორი გამოგვიგზავნა შიშა რა არა ხო ანუ შავა მანდ იყო ის მომენტი რომ იმ მომენტში ძალიან დემორალიზებულები იყვნენ ხო აბსოლუტურად დემორალიზებულები იყო და ხო და დაამთავრებ ეხლა ეს იცვლება და შენს აზრს კიდევ ერთხელ დავადასტურებ რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება სიამოვნებაში ქვეყანაში ოპოზიცია. ოღონდ ეს არ არის ოპოზიცია. იმიტომ რომ ეხლა გამოდის რომ ქართულ ოცნებას არ აქვს პრობლემები, არ არის ასე. და ძალიან ბევრი თემა, რომელსაც ქართულ ოცნებამ უნდა გააუმჯობესოს. კი, კრიტიკაც უნდა გაწევ, რა თქმა უნდა. კრიტიკა უნდა იყოს, მართლა ხო, ანუ ხო შეუცდომელი ხო არის. და ამ დროს არის პოლიტიკური პარტიები, რომლის ერთადერთი მიზანი არის ვაიმე, აი ხა ვიზა მასტერკარდზე რო ხდება. ანუ შეიძლება ნებისმიერი თემა, ნებისმიერი უნიშნელო თემა, რაღაც აი ფსევდო რევოლუციად რევოლუციის მოუდინოთ აქციო. თან აი კიდევ ერთს ვიტყოდი რა რომ აი მეგობრებში მყავს ერთი ადამიანი რომელიც 10 წლის წინ დავიმატე რა ესეთი პერსპექტიული ახალგაზრდა ეკონომისტი იყო. კარგი ბიჭი იყო რა. ეს ბიჭი არის ამ უცხოურ NGO-ებში მუშაობს. ყოველ წელიწადს წლის დასაწყისში წერს თავის პროგნოზს რატო ჩამოიქცევა ქართული ეკონომიკა, წლის ბოლოს წერს რატო არ ჩამოიქცა ქართული ეკონომიკა. ოღონდ ყველა წელიწად რუსეთის დაშლის ამას აგონებს რომ რუსეთი დაიშლება, აი ეხლა ცოტა დარჩა. გთხოვთ. სხვათა შორის 2008 წლის შემდეგ ერთ-ერთი ეს შეკითხვა რაც იყო, რაც იმათ მხრიდან მოდიოდა, ვინ დაიწყო ომი, ხო? უბრალოდ გვამონათებდნენ. და ამ შეკითხვამ თლიანად ჩაყლაპა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც მაგალითად რატომ უბრალოდ რატომ შევიდნენ კოდორში, რატომ დავთვალეთ უბრალოდ ახალგორი, კაი უბრალოდ თავი დავანებთ. მშვიდობიან მოსახლეობას რატომ არ მივხედეთ? რატომ მივატოვეთ, შევატოვეთ? შეერაღება უბრალოდ რატომ საჭურველი რატომ დავტოვეთ ბრძოლის ველზე? და თელი რიგი საკითხები იყო, რომელსაც ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ლეგიტიმური არსებობის. იმიტომ რომ რაღაც ახლა თუ კი რაღაც მომავალში რაღაცა მოხდება, ეს უნდა ყოფილიყო რაღაცნაირად იმის გარანტია, ამის გაანალიზება, რომ მომავალში იგივე შეცდომები არ მოხდეს. ხო, აი თუნდაც ამ ლოგიკით რო შევხედოთ. ჩადით პრობლემა არის ასევე 90-იან წლები. 90-იან წლებში უბრალოდ არ მოხდა ელემენტური გამოძიება, ხო? ეხლა ზუყურებთ ამ არის ხოლმე რაღაც ინტერვიუები მათ შორის ერთ-ერთი კაი გადაცემა უნდა ვაღიაროთ ხვიჩიას. იაგო ხვიჩია. კი ბატონო. საქართველოს დაბადება, სადაც ხედავთ რომ ვერ გაიგებს სიმართლეს. ერთს ამბობს, მეორეს ამბობს, მესამეს ამბობს. მე მგონი მან ძალიან მარტივად იყო ყველაფერი დიდი ბოდიში რომ ასეთ დიდ ეპოქას ერთი ხელის მოსმით ვამბობ, მაგრამ იმ ეგრეთ წოდებული პუჩის ავტორები სად აღმოჩნდნენ ბოლოს? ხო ვიცით სადაც აღმოჩნდნენ, რომელ ქვეყანაში? ხო და ეგ არის თავი და ბოლო მთელი ამ ამბის რა. და თავარი არის ეხლა რა, რომ რატომ დაიწყო ეს პროცესი ეხლა ეგას ვთქვათ. სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება კონდეს საკუთარი შეხედულება საკუთარ ისტორიაზე. არა სუვერენულ სახელმწიფოს არ აქვს ამის უფლება. ეს არის თავარი განსხვავება.
ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ისტორიას იკვლევენ, არა ისტორიის ინსტიტუტში, არა სხვა ესეთ ადგილებში, უბრალოდ ისინი იკვლევენ, მაგრამ ეს არ ხდება საზოგადო და სახელმწიფო განხილვის საგანი, ხო? იყო NGO-ის მე ნაწარმოებული ისტორიის ნარატივი. რას ნიშნავს, რომ შენ ისტორიას კი არ აწარმოებ, ვიღაცა გიწარმოებს, ვიღაცა გეუბნება რა უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი და რა არ უნდა იყოს ეს შენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ დაუსრულებელი ეს ის სამ საკითხზე არის, ხო, ძირითადად აქცენტირებ. პირველი საკითხი ეს არის ეს სტალინური რეპრესიები, ხელში ამოვიდა ეს საკითხი, მეორე რაღაც საშინელი საბჭოთა კავშირი და მესამე ეს რომ ახალი ისტორია იწყებოდა არც ერთი მათგანი არ არის გამოკვლეული კარგად. არც ერთი მათგანი არ არის. თუ ეს მართლა ინტერესებს სახელმწიფოს უნდა კონდეს მთელი რიგი რაღაცა პოლიტიკა და ასე შემდეგ. გვიწერდნენ მოკლედ. ანუ თავი რა არის? ვინც აკონტროლებს ეგ ჯერ ორუელმა თქვა, ხო, ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს აწყოსს. NGO-ები გვიკონტროლებდნენ წარსულს და უნდათ კონტროლი მომავლის. ხო, უნდათ კონტროლი მომავლის. ეხლა ეს პირველი მცდელობა პარადიგმა დაანგრეულია, კი რომ პირველად სახელმწიფო ამბობს, რომ აი ეხლა მე ვიტყვი რა მოხდა, მე გამოვიძიებ და ეს იქნება. არა ის რომ სამი კაცი 4 კაცი შეიკრიბება და რაღაც დასკვნას დადებს. არა, ღია საჯარო პროცესი. ესეთი კომისიები გვახსოვს და არა, ღია საჯარო პროცესია. ეს არის ღია საჯარო პროცესი, სადაც ჩვენ ხედავთ და ეხლა გავიგეთ, ხო? სულ ეხლა ხაც იყო ადამიანმა აღიარა რომ არ შეატყობინა ადგილობრივი მოსახლეობა, ხო? ვერ შევძელიო. ვერ შევძელიო. აი, გავიგეთ ვისი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ეს ყველაფერი, ხო? ანუ ესეთი ბევრი შეკითხვა არის, ხო? და გვაინტერესებს ელემენტარული სულ რომ არაფერი ამაზე პასუხები გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩამოყალიბდეთ ზრდა ადამიანმა რა აღიარა ეგ საკეთება, მეგობრებო, მე სამხედრო საქმესთან შორს ვარ, მაგრამ ისიც ვიცი რომ მოსახლეობის გადარჩენა მარტო გენშტაბის უფროსის მოვალეობა არ არის. ქვეყანას ყავდა სამოქალაქო პოლიტიკური პირები, პრეზიდენტის პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ რაც მოუვა თავში, როცა პრობლემაა, გაარიდოს ხალხი და ეს რაღაცნაირად ცდილობაც იყო, რომ ის ვირიშვილი, რომელიც იგზის 64-ში ახლა სადაც უნდა იძეს იმასთან შედარებით დაეცვა. ხშირად საყვედურობდნენ მათ შორის არა ნაცი, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომ აი რატომ არ ისჯება ნაცები, რატომ კოჰაბიტაცია და ეს ბრაზი ბუნებრივია იმ სისხლიანი 9 წლის შემდეგ, მაგრამ საერთოდ აი ეს ხდება, აი პოლიტიკაში უნდა გაკეთდეს, როდესაც ამისი შესაძლებლობა მოგეცემა, ხო? ანუ აქამდე ის სუვერენისტული ბრძოლები არ იყო მოგებული, ხო? ჩვენ მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთეთ, ეს იყო დიდი სუვერენისტული გამარჯვება და ამან მოგცა შესაძლებლობა, რომ ეხლა თავად გამოგვეძია ისტორია. რომ ვთქვათ, რომ ვინ ვართ, რატო ვიომეთ, რატო წავაგეთ, რა დაუშვით შეცდომა და ეს ეხლა რასაც ჩვენ ვადევნებთ ამ კომისიის სახით, ეს არის უდიდესი სუვერენისტული აქტი. ერის თვითშემეცნები და ჩვენი ერის სასიქადულოდ უნდა ვთქვათ, რომ იგივე იმ 2007 წელთან შედარებით, როდესაც სააკაშვილი მოდი პირდაპირ ვთქვათ, ლამის მთელ ერს გვამღერა კოკოითი ფანდარას, ამას ესე იყო ჩვენ გვახსოვს, გავიდა აქედან 15 ჩვენ ფანდარას ბროდ კარგა ხახმა და ხო, გასაგებია, მაგრამ ანუ თვითონ ის ხო, გადატანით მნიშვნელობა. ხო, ანუ მაგრამ სააკაშვილის პროპაგანდა ახერხებდა იმას მილიტარისტულ პროპაგანდას ახერხებდა რომ საზოგადოებას უქმნიდა ილუზიას რომ აი შევალთ იანვარში იმაში რა ქვია ცხინვალში და ეს ხდებოდა ანუ ეხლა ვიღაცა რომ ამბობდეს სუფრაზე შეიძლება გასაგები მაგრამ თავდაცვის მინისტრი ამბობს და მოსახლეობას რა განსაუქნება რომ არა ალბათ იცის ამ დალაგებულია მაგრამ სინამდვილე ეს დალაგებული კი არ არის ან უბრალოდ ტიპი რომელიც არ არის პასუხისმგებელი არაფერზე ან უბრალოდ არის რა ვიცი თვითმარქვიან რაღაცა და აი ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა რა კიდე ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ აი მართლა რო დაივიწყო ეს როგორ შეიძლება ეს სისხლიანი 9 წელი ომის დაკარგვა ეს წამებები რეკეტი და ასე შემდეგ აი მარტო ეს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი რო აიღო ესეც ეყოფა და მაგით ხო მაგით მინდა რომ ეს ბატონო დინარაძე რას თქვა რომ ესე იზრდება ეს პერიოდი არის სწორი იმიტომ აქ ხა ჩვენ ხა მარტო მე რაც აქ მუშაობ აი მეც შემიძლია ხო აი რეები ახლა გაკეთებული ამ 5 წელიწადში რას გვეუბნება იცი რომ ეს ნაცისტური ძალა ნაცისტური იყო არა მხოლოდ როცა ხელისუფლებაში არამედ იგივე ნირი არაფერი არ შეცვლა. გააგრძელა ოპოზიციაში, სწორედ ამიტომ გინდ ხელისუფლებაში იყოს და გინდ ოპოზიციაში ერთი და იგივე კონსტრუქცია გამძალას. ჩვენ ხო გვახსოვს რომ მათი მოწოდებები რომ მოდი ომში ჩავერთოთ. მარტო დაუტრიალოთ ეს პირები გამოვიყვანო და დაუნძირდებათ მათ ბრალი ასე ვთქვი. ჩვენ ახლა ძალიან კარგად ვიცით ყველამ რომ უკრაინაში ომის დაწყების დროსაც და
ცოტა მერეც ნამდვილად ბეწვის ხიძე გავიარეთ. ანუ საზოგადოების რაღაცა ნაწილმა გადაჯაბნა და როგორც სულ ვაფიქსირებთ ხოლმე, გონიერებამ თავისი შედეგი გამოიღო. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წლით ადრე მომხდარიყო ის, რაც ხდება დღეს. ანუ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო და ჯერ კიდევ ჩვენ ხო ვიცით, რომ ისეთი შედეგები დაიდება და ისეთი ინფორმაციები გამოქვეყნდება, რა თქმა უნდა, მე ყველაზე დაგვიდგება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულად თითქმის ხო, ეს რომ ჩვენ გავლილი გქონოდა, პრევენციულად ამ რისკის წინაშე ჩვენ არ დავდგებოდით, რომ შიში რომ გვექნებოდა, დღეს ხვალ შეიძლება რაღაცა ფორმით ომში გავერთ. არ მოხდებოდა. იმიტომ რომ საზოგადოება კარგად იქნებოდა გათვითცნობიერებული, რა რისკები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, როგორ უნდა მოიქცეს, რა მოხდა, ანუ ის სულ ცოტა ხნის წინანდელი, მაგრამ უკვე ისტორიად ქცეული ინფორმაცია სხვანაირად ექნებოდა გადამუშავებული და იმდენ ხალხს ვერ მოატყუებდნენ რა რაოდენობას მაგალითად გამოსული იყო იქ და იმას რა ქვია ზელენსკის ჩართვას დასუკრავდა და საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებდა. ეს არ მოხდებოდა. ანუ ეს არის პრევენცია ჩვენი ქვეყნის მომავლის, საზოგადოების მომავლის და იმ მომავალი თაობის, რომელმაც უნდა ნახოს, გაიგოს და უნდა იცოდეს. დღეს ვინ არიან ძალა პროდასავლური ძალის სახელით, რომელსაც ქვეყნის გარედან უამრავი ისეთი დაინტერესებული აქტორი უჭერს მხარს. ანუ შესაბამისად, ცოტა ხანში შეიძლება უკვე ადამიანმა დასკვნა გააკეთოს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა, რომ მნიშვნელობა არ აქვს მაგალითად შვედეთის რა სამსახურიც გინდა დავარქვათ, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს, მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციონერი იმათვის ნიშნავს თავის ინტერესის გამტარს და საერთოდ არ აინტერესებს ეს კაცი მკვლელია, ძარცველია თუ ყაჩაღია. ხომ გამოაშკარავდა კომისიაზე, რომ ჯაფარიძე და რა ქვია ხაზარაძე არიან ყაჩაღები, ჩვეულებრივი ყაჩაღები, რომლებიც შეკრულები იყვნენ მაშინდე ხელისუფლებასთან და ქონებას ართმევდნენ ხალხს, პატიოსან ხალხს. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვევლინება, როგორც ის რა ქართული მულტფილმი როა მელარო შეიღებება რა, ჩვეულებრივად ლურჯიმელია, გადაღებილები არიან ჩვეულებრივად და წარმოიდგინე ამხელა გამოცდილების მქონე საზოგადოებას გვატყუებენ, რომ ესენი არიან ვიღაცა მედასავლეთეები და ჩვენ ამათმა გზა უნდა გაგვიკვალონ და ჩვენ ვართ რუსეთურმე. ხო და ჩვენ დანარჩენი საზოგადოება, ვინც თურმე ამას არ ეთანხმება ჯაფარიძეს და იმას რა ქვია ხაზარაძეს, თურმე დანარჩენები არიან ბნელები. ამიტომ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ რას ნიშნავს სიბნელე, რას ნიშნავს დამნაშავე და დამნაშავის ადგილი არ უნდა იყოს პოლიტიკაში. არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ ეს წრე რაღაცა უაზრო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. საზოგადოების რაღაცა გარკვეულ ნაწილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეროვნული ინტერესებზე აღმოცენდეს. სხვანაირად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ რა მოწყვლადი ქვეყანა ვართ. ყველა მიცის მთელ სოფლიოში, რომ საქართველოში დღეს არის ოპოზიციის 99%, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ფასად იყიდო და ვინც უკვე ნაყიდია, ისედაც ყურებით ყავთ დაჭერილები, მაგი პრობლემა არ არის. ფაქტიურად არ არის ეხლა რო აღარ იქნება რომ აკძალავენ. ხო და უყურეთ საქმე რა შეიძლება. ფაქტიურად არ არის. ხო, ეგ არ არის ოპოზიცია, ჩვეულებრივი. ესენი არიან ჩვეულებრივი მართლა აგენტებია. ხალხი აგენტებია, ჩვეულებრივი აგენტებია. ამიტომ ან ჩვენ კი არ უტრირებთ, ლამას სიტყვას კი არ ვამბობ. კი არ ვაჭარბებთ. ჩვეულებრივი აგენტი. ანუ აგენტი, როგორ არის? აგენტი კიდე იღბება. ყველაფერი ნახე როგორ იმ უცხოელების დახმარებით ნახე როგორ არის აგენტი გადააქვთ რაღაცა რუსეთის მიმართულებით. თითქოს მხოლოდ აგენტი არის რუსეთის და შვედეთის აგენტი არ არის. ეს არის მედასავლეთე. ტაივანის. და უყურე როგორ ცდილობენ სხვების იმათი დახმარებით კონსტიტუციური წესწყობილება ჩამოშალონ. მე არ მივალ
და თან რას ფარავს თავის დანაშაულებს როგორ ფარავენ ჩვენ არ გამოცხადდები და არ ვითანამშრომლებთ და ვინც მივა თუნდაც მათი ყოფილი გუნდის წევრი ის არის უკვე რუსი გენერლებზე ამბავი როა მე არ ვითანამშრომლებთ უყურეშავა აცდენას დიდი ამბავია და გენერლებზე გოგავაზეც კი როგავა რა გვარია გოგავა ხო რა რუსი დაუძახეს პირდაპირ კაცო უყურე სად უშვებენ კიდე ხა შეცდომ რა თქმა უნდა როდესაც დამნაშავე ხარ შესაბამისად თავს ყოველთვის ისე ვერ დაიძრენ და ვერ იმართენ ხო როდესაც გამოდიხარ და ამბობ რომ მე არ ვითანამშრომლებ ამ პარლამენტთან იმიტომ ეს არის არალეგიტიმური და ამ დროს თანამშრომლობ მაგალითად პროკურატურასთან ეს პროკურატურა ამ პარლამენტმა არ მთავრობა ვინ აირჩია პარლამენტმა არ დააკომპლექტა მთავრობა ანუ ნებისმიერ ინსტიტუტთან რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობს იმასთან თანამშრომლობა მაშინ საერთოდ გავარდი ტყეში ანუ რას ნიშნავს იცი რომ მე ხა არალეგიტიმური მთავრობის მიერ არჩეული შინაგან საქმეთა მინისტრია და მე მაგასთან არ ვითანამშრომლებ ითანამშრომლებ კი არა იცეკვებ კიდევას თქვა ამასთან არ ვითანამშრომლებ იმასთან ანუ ცდილობენ რომ კონსტიტუციური წესწყობილება რაღაცა არა რა თქმა უნდა არ გამოვავალთ მაგრამ შეარყიონ უბედურება ის არის რომ ამას აკეთებენ კაცის მკვლელები ჩვეულებრივი მკვლელები. კი ბატონო. ის ხალხი რომელმაც ახლა თქვენ ომთან დაკავშირებით რაღაცა ბევრი ლაპარაკეთ და მე ძირითადად აქცენტი უფრო აქეთ გავაკეთე ეს არის ბანდიტური დაჯგუფება ჩვეულებრივად რომლის ჩამოყალიბების მიზანი არის ბანდიტიზმი მეტი კი არაფერი არ არის კაცო კონსტიტუციის წესწყობილების ხელში ჩაგდება უკანონო გზით და შესაბამისად მერე ძალადობა უკვე საზოგადოებაზე როგორც უმცირესობამ და რასაც აკეთებდნენ ომის დაწყება რა არის ახლა ბევრი რაღაცა ზღაპარს ვისმენთ იქ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით გამოვიდნენ და განაცხადეს რომ წესწყობილება უნდა აღვადგინოთ და ამასთან და ეს დანარჩენი არის დეტალები რასაც ეხა ყვებიან ეგეთი რაღაცა შეიძლება აი ბევრი რაღაცა შეიძლება შეცდომა თქვათ რომ აი მოსულა შეცდომა რაღაცა დისკომუნიკაციის რაღაცა ეგ შეიძლება შეცდომა იყოს და არ ჩაუცვალო რომ სამშობლოს ღალატი მაგრამ არის იქ უამრავი მასობრივად არ გამოყვანა ხალხის ეგ რა არის ახლა მე დამავიწყდა იმას არ გაახსენდა როგორ განცხადება საკუთარ კომპეტენტური ტიპი იძახისო ჩვენო იქო რუსები შეკავება რომ გვინდოდაო ამით შევეცადეთ რომ ხალხი გამოსულიყო ხალხს თუ არ ეუბნები რომ დაცალეთ ტერიტორია აგერ მტერი მოდი არა ხალხსო ვერ გამოიყვანდა იქიდან მხრიდან ახმული იქნებოდა რომ ჩვენ ვიწყებთ ომს კარგი რამოდენი სისულელე და ბოროტული საერთაშორისო ასპექტსაც მივაქციოთ ყურადღება რა პირობებში გვიწევს ახლა ჩვენ ამ სტავკების აწევა ქართულ ოცნებას რა ჭკვიან უნდა და რა კარგ პირობებში გვიწევს მეგობრებო კაი ლაპარაკია მაგრამ რეკლამაც კარგი იქნება